აქ არ არის შეჯიბრი არავინ გადის ფინალში გამოიწერება ჩუ შვიჯერი ხუმრებს კვირაში გამარჯობა, ეს არის ბაჩუს არხი და გადაცემა 7 ხუმრობა. ვინც წინა გადაცემა ნახეთ, ვიდეო დაალაიქეთ და არხი გამოიწერეთ, ძალიან დიდ მადლობას გიხდით და ვისაც არ გინახავთ, შეგიძლიათ ახლა გადახვიდეთ და ახლა ნახოთ. გამოიწერეთ არხი და ჩვენ ვიწყებთ. სანამ სპონსორი გამოჩნდება, ბარტერზეც არ ვიტყოდი უარს. ოღონდ ბარტერი უნდა იყოს ღირებული როგორც თქვენთვის, ასევე ჩემთვის. ამას იმიტომ ამბობ, რომ ჩვენთან ძირითადად ბარტერი უდრის შენ ჭამ ერთჯერადად, ვიდეო რჩება სამუდამოდ. აი წარმოიდგინეთ ესეთი დილა. დილით იღვიძებთ, ტელეფონს სკროლავთ, ნახულობთ ვიდეოს, სადაც გემრიელად მიირთმევთ რაღაც საჭმელს და იაზრებთ, რომ ამ საჭმლის ფული არ გაქვთ. ეს ნიშნავს კომპანიას და მოტყუებულ ინფლუენსერს. ან კომპანიას და ბოთე ინფლუენსერს. ნუ პრინციპში ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ტრანსმა თენგიზმა მთელი სხეულის ეპილაცია გაიკეთა, ტრაკიც გაიკეთა, კერდიც გაიკეთა, სახეც დაიჭიმა, მაგრამ ბოლოს გამელოტდა. ვინც სოციალურ ქსელში სკროლავთ, ალბათ ხშირად შეგხვედრიათ ვიდეოები, სადაც გვეუბნებიან თუ როგორ გვასწავლიან ერთ თვეში სხვადასხვა პროფესიებს. მე ყველაზე მეტად ამ ვიდეოებიდან ხვალისობ body language-ის ნაკლებობის გამო, როგორ უჭირავთ სხვადასხვა ნივთები ხელში. უნივერსიტეტი დაამთავრე და ვერ შეულობ შენი პროფესიით სამსახურს. მოდით ჩვენთან და ზუსტად 2 კვირაში გასწავლეთ იმ პროფესიას, რითიც თქვენ პულს შეჭამთ. მობრძანდით ჩვენს კომპანიაში და ზუსტად 13 საათში იმ დონის მათემატიკას შეგასწავლით, რომ ბანკის მმართველი გახდებით. მობრძანდით ჩვენთან სომელიეს კურსებზე და ზუსტად 2 კვირაში გახდით ღვინის ექსპერტი. ფუჩის გამოკითხვები. ნუ რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება, არის რაღაც გამოკითხვები, რაც ძალიან საინტერესოა, საჭიროა კიდეც, მაგრამ ის რა უბედურება, რესპონდენტის ჩაჭრას რო ცდილობ. აი ისტორიიდან და ლიტერატურიდან რო სვამენ შეკითხვებს. რატომ აქ ქუჩაში შემთხვევითი ეროვნული გამოცდები? იცით უბედურება რა არის, რომ თვითონ ეს პასუხები დაგუგლული აქვს. ისიც უბედურებაა, რომ სამსახურიდან სანამ წამოვიდნენ, დაფაზე ჩამოწერეს ეს კითხვები. ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ დაფა პირველად სამსახურში ნახეს. ცნობილი გახდა, რომ პარლამენტარების უდიდესი ნაწილი აწი უკვე ნაკლებ ხელფასს აიღებს. საიდან ვიცი? ეს ნეუსი ნახეთ. სანამ ვიხუმრებ, მინდა გითხრათ, რომ რეპი ჩემი საყვარელი ჟანრია, განსაკუთრებით ქართულ რეპს უსმენ. მოკითხვა ჩემს ძმებს, დასი ხალხს და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც პატარა წვლილი მაინც მიუძღვის ამ ჟანრის განვითარებაში. მაგრამ ამდენი რეპერი ნამეტანია ძმაო. ყოველი მესამე რეპერი ვიღაცა მოусმინოთ. ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება მალე სავალდებულო გახდეს რეპი და რეპის კომისარმა მოგვაკითხოს სახლში. უწყებას ხელი მოაწერე, არ გაბედო ხმაური, რეპის კომისარი ვარ, MC-ას მეთაური, გირჩო ბრადა ჰიპ-ჰოპს ხელი გადახვიო და მალვაზე არც იფიქრო თავი შარში არ გახვიო. როგორც იცით, კაკო 300.000 გამომწერზე ანტარქტიდაზე წავიდა. მე თუ 20.000 გამომწერზე ავალ, თერჯოლაში ჩავალ და ჩამოვალ. თუ გინდათ რომ ბაჩუ თერჯოლაში ჩავიდეს და ჩამოვიდეს, გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. მე კი ერთ კვირაში დაგიბრუნდებით.